იცით თუ არა, როგორ გაიგოთ, რას ფიქრობს თქვენი ახლობელი ადამიანი თქვენზე ნამდვილად და გულწრფელად. ამისათვის გასწავლით ერთ ძალიან მარტივ ხრიკს, მანამდე კი გამოიწერეთ არხი, როგორაც ერთი პირობით, რომ ამ ხრიკს გამოიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ ამ პიროვნებასთან მიმართებაში. მეორედ ეს აღარ გაჭირეს. მაშას ძალიან მარტივი ამბავია. ვეკითხებით, რა ფერი ვარ მე შენთვის? თუ ის გეტყვით შავს, ესე იგი, კარგ მეგობრად აღიქვავთ. თუ გეტყვით თეთრს, ესე იგი, კეთილ და გულახდილ ღია ადამიანად აღიქვავთ. ცისფერიო თუ გითხრათ, თქვენს ერთგულად აღიქვავთ. მწვანე, სანდო, დასაყრდენი ადამიანი ხართ მისთვის, ყველაფერში გენდობათ. წითელი, აქ დიდი სიმპათიები გააჩნია თქვენს მიმართ. იასამნისფერი, თქვენით სუნთქავს, თქვენ მისთვის ხართ რაღაც განსაკუთრებულად ძვირფასი, რაღაც მომაჯადოებელი. ყვითელი, კაშკაშა, კრეატიული ადამიანი ხართ მისთვის. ყავისფერი, აი აქ კი არასანდო ხართ და ეშინიათ თქვენი, ვერ გენდობათ. ლურჯი თუ თქვა, პატივისცემას და ნდობას გამოხატავს. ნაცრისფერი თუ გითხრათ, სულ ერთი ხართ ამ ადამიანისათვის. მომწერეთ, რას ფიქრობთ და რასაც ფიქრობდით, რომ ის ადამიანი თქვენზე ფიქრობდა, თუ გამართლდა. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, თქვენი ნათია შაი.